It's good to meet you. Johansi, fellow members of the RC Southwest, honor the Georgia contingent with your presence here today. Hey, what's going on? Good. Today marks the end of 13 rotations. ეს როგორც იცით ყველა ბოლო პატრული იყო თქვენი ამის მერე დაისვენებთ საქართველოში დაბრუნდებით თქვენ ოჯახებს თქვენს თქვენ ხართ ჩვენი სიამაყე და ძალიან დიდი მშვიდობით სამშობლოში დაბრუნებას დღეს ფაქტიურად დამთავრდა თქვენი მისია ჰელმანდის პროვინციაში და ეს არის ბოლო ქართული ბატალიონი რომელიც ჰელმანდის პროვინციაში ასრულებდა მისიას მეუღლეებს და ბავშვებს კიდევ ერთხელ გილოცავთ კაცები ისტორიული დღეა პრინციპში ქართველებისთვის. დღეს მოხდა ბაზის დახურვის ცერემონიალი, იყო დროშის გადმოცემის ცერემონიალი. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავამთავრეთ მისია ჰელმანდის პროვინციაში. ეს იყო ბოლო ბატალიონი, ვინც იმყოფებოდა ჰელმანდის პროვინციაში და საბედნიეროდ მშვიდობიანად ყველა ჯანმრთელი უბრუნდება თავის სამშობლოს და თავის ქვეყანას, თავის ოჯახის წევრებს. ჩვენთვის დიდი პატივი იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების 23-მე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებთან და ზოგადად ქართულ სამხედრო კონტინგენტთან ერთად მსახური 2010 წლიდან. ქართული სამხედრო მოსამსახურეები სამხრეთ-დასავლეთის რეგიონალურ სარდლობაში სხვადასხვა პროვინციაში ასრულებდნენ მისიას. მათ ღირსეული პარტნიორობა გაგვიწიეს. ISAF-ის ოპერაციის ფარგლებში ქართულ კონტინგენტს დიდი დანაკარგი აქვს. თქვენ უნდა იამაყოთ ავღანეთში მათ მიერ შეტანილი წვლილისთვის. იმედი გვაქვს ამერიკელი საზღვაო ქვეითები და ქართველი სამხედროები მომავალში თანამშრომლობას გააგრძელებენ. ჩვენი პირადი შემადგენლობა ამერიკელი საზღვაო ქვეითები მადლობას უხდით ქართულ სამხედროებს მხარდაჭერისა და მსოფლიო უსაფრთხოებაში შეტანილი წვლილისთვის. ISAF-ის გაერთიანებული სარდლობა დიდ მადლობას უხდის და აფასებს ქართული სამხედრო მოსამსახურეების მიერ შეტანილ წვლილს ქაბულში, ჰელმანდისა და ყანდაღარის პროვინციებში. აღსანიშნავია, რომ ქართული კონტინგენტი მალე დაიწყებს მისიის შესრულებას მაზარის შერიფის რეგიონში. ქართულ სამხედროებთან 2007 წლიდან თანამშრომლობ. ჩვენ ერთად მსახურობდით ერაყში სამშვიდობო მისიის ფარგლებში. ქართული სამხედრო მოსამსახურეები პროფესიონალიზმითა და დისციპლინით გამოირჩევიან. მათ უდიდესი წვლილი შეაქვთ გლობალურ უსაფრთხოებაში. ნამდვილად ძალიან დიდი პატივია ქართული სამხედროების მხარდამხარ მსახური. საკმაოდ რთული მისია იყო იმ თვალსაზრისით, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ აქტიურ ცხელწერტილში გვიწევდა მისიის შესრულება. მაგრამ შექმნილი სირთულეების მიუხედავად ბატალიონმა მაღალი შეფასება დაიმსახურა შესრულებული ამოცანებისათვის. მისიის განმავლობაში ბატალიონის ამოცანა იყო კომპლექს ბასტიონ ლეზენეკის უსაფრთხოება არაპირდაპირ ცეცხლისგან, ასევე ოპერაციის რაიონში მოწინააღმდეგის თავისუფალი გადაადგილების აღკვეთა და სამხრეთ-დასავლეთ პერიმეტრის უსაფრთხოება. მინდა აღვნიშნო, რომ ბატალიონმა მისიას წარმატებით გაართვა თავი. ეს არის უკანასკნელი ქართული ბატალიონი მთელი ISAF-ის მისიის განმავლობაში, რომელიც დატოვებს ჰელმანდის პროვინციას და მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ბატალიონი ღირსეულად ბრუნდება საქართველოში, რადგან ჩვენ ბრუნდებით უდანაკარგოდ და იმ წარმატებით, რასაც მისიის წარმატებით შესრულება ქვია.